მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოება, კიდევ ერთი მინი გაკვეთილი როგორც ყოველთვის, პატარა მოკლე მეტრაჟიული, ეგრეთ წოდებული ჩარტვებით. თუ როგორ შევამოწმოთ არსებული თემატიკა იქნება მოკლე მეტრაჟიული, მაგიტომაც განსაზღვრული, როცა გვაქვს სისტემაში ეთილენგლიკოლი. სხვადასხვა სხვაობა, თქვენ წარმოიდგინეთ, არის პროპილენგლიკოლი, ეთილენგლიკოლი. არსებულ შემთხვევაში გვაქვს ეთილენგლიკოლი, ესე იგი არის ხო შეკითხვები ისმის ხოლმე, როდის უნდა გამოცვალოთ, ჩავანაცვლოთ, ის არ არის მუდმივი სხვადასხვა, მას აქვს ერთადერთი დაშვების ფაქტორი, როცა ის არის 40%-მდე, ხო? არის შესაბამისი ეგრეთ წოდებული ხელსაწყო, მაგიტომაც უნდა გქონათ ყოველთვის რომელსაც ქვია რეფრაქტომეტრი, რომლითაც ჩვენ საზღვრავთ, ხო? 3 წელი იქნება 4, 5 თუ 15 არ აქვს ამას პირობითად მნიშვნელობა, მთავარია მის შემცველობაში იყოს 40% დაშვებული, ეგრეთ წოდებული, რასაც ქვია ამას 40% დაშვების შესაბამისად, მას თავის ეგრეთ წოდებული პრისადკები აქვს შემცველობაში და ის მავნეობას არ წარმოადგენს, ვინაიდან როცა ეგრეთ წოდებული პრისადკები უკვე განეიტრალდება, პირიქით მავნე არის სისტემისთვის, ვინაიდან ის იწყებს ჟანგიანობის პროცესს. ამიტომ ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ. აი ესეთი სახით უნდა ავიღოთ, ხო? ეგრეთ წოდებული მინი ლაბორატორია ამას უზახი მე ყოველთვის თანაქონეთ, ავიღოთ. ამიტომაც არსებობს კიდევ ერთი ვიზახი ხელსაწყო რეფრაქტომეტრი, დავაწვეთოთ და იქ ეგრეთ წოდებული გრადაციაზე არის შკალა ეგრეთ წოდებული და მის შესაბამისობაში გვიჩვენებს ის არსებულ მიმართულებაში ეს არის უკვე მეოთხე სეზონი, წარმოიდგინეთ, ხო, მეოთხე სეზონი არის სისტემა მუშაობს და ჯერ ესეთი არის იდეალური სისტემა, ხო, ამასობაში კიდევ ერთხელ, ნო აღარ მინახა ამის მოხსნა, ვინაიდან არის იდეალური, ხო, კიდევ ერთხელ ვიზახი, როცა არის იდეალურად სისტემა ხრელის გარეშე და არ ვამატებთ მუდმივად სისტემას, არ უშვებთ ნაგავს, ხო, ზედმეტი ხარჯით, ის არის ყოველთვის იდეალური. იდეალური სისტემა არის 4 წლის თავზე, თქვენ წარმოიდგინეთ, შესაბამისი პრისადკებით, ეთილენგლიკოლი არის კიდევ ერთხელ ვიზახი სისტემაში და დაშვება აქვს 40-45%, რაც ნიშნავს იმას, რომ -22, -25-ზე არის, თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, კონცენტრატი. ჩვენ შეგვყავს კონცენტრატს ვაზავეთ, ვინაიდან ხა ის კონცენტრატი ჯერ ერთი მისი თბურიტევადობა არის ნაკლები ვიდრე წყლის და ამასობაში მისი ზუსტად აი ეს სიმკვრივე არის არსებული აგრეგატის რასაც ქვია საცირკულაციო ტუმბო ზედმეტი წინაღობა. ამიტომ ყველაზე იდეალურად რა თქმა უნდა არის თქვენ სისტემებში წყალი, მაგრამ თუ კი ამასობაში არის ეთილენი გლიკოლი შეშვებული ამ შესაბამისობაში, უნდა იყოს 40%-იანი დაშვებით. კიდევ ერთხელ ვიზახი 40%-ის ქვემოთ, რასაც განსაზღვრად არსებული ხელსაწყოთი, რასაც ქვია რეფრაქტომეტრი, მას განსაზღვრად და ის მთლიანად კი არ უნდა შეუსვათ, ხო, ვინაიდან ამ შესაბამისობაში ყოველთვის როცა ვაზავებთ წყლით, ის უნდა მთლიანად მერე ჩამოიცალოს და ჩაენაცვლოს ახალით გამზადებული არის აგერე და ამიტომაც უნდა მერე შეუშვათ ახალი სისტემით, ვინაიდან როცა პრისადკები გამოიცემა, მისი გაზავება გამორიცხული არის. ის უნდა გადავასხათ და უნდა შეუშვათ ხელახლა ახალი განეიტრალებული კონცენტრატი, კი ბატონო, ის კონცენტრატი 40%-მდე და უნდა ვიცადოთ, რომ წყლის სისტემა არ შევავსოთ, როცა დაჭირდება ამასობაში. ამ შესაბამისობაშიც არის ხელსაწყო, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული საპრესი, უნდა შეუშვათ და გამზადებული უნდა ქონდეს და ხერხი უნდა ქონდეს არსებულ სისტემაში ზუსტად ის 40%-იანი გაზავებული კონცენტრატი. ხო, გაზავებული უკვე, ხო, 40% და უნდა შეუშვათ ის და არა წყალი. წყლით როცა ვაზავებთ, კიდევ ერთი ვიზახი არის ზუსტად იმ ტევადობას პროცენტულ შესაბამისობაში ვაცვლით. როცა ვაცვლით, ის ჩამოცდება ზღვარს 40%-ის ქვემოთ და პირიქით მავნე არის. ვინაიდან დაიწყებს ჟანგიანობას, მით უმეტეს როცა არის ხო, რკინაშემცველი და არა მხოლოდ ყველაზე მავნე არის. კიდევ ერთი ვიზახი და მილიონჯერ გავემეორებ, კიდევ პოლიპროპილენში ამაზობაში ის აქტიურად დაიწყებს მუშაობას, გამოფიტავს და მაგიტომაც ამე, რომ არის სისტემა შლამით სავსე ტალახი, ხო? ტალახი გამოდის ფილტრიდან. ესეთი მინი ჩარტვით, ხო? მინიატურული ჩარტვებით კიდევ ერთხელ ვიზახი სისტემის შემოწმება აუცილებელი სადაც გვაქვს ეთილენგლიკოლი და დაშვება კონცენტრატით, ყოველთვის უნდა იყოს კონტროლში. კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.